მთელი უცნაურობა ეგ არის რომ თუ კი მე ვიძახი უბედური ვარ, თუ კი მე ვიძახი წარუმატებელი ვარ, თუ კი მე ვიძახი ის არ არის სწორი, თუ კი მე ვიძახი რომ სიცარაეში ვარ, ესე იგი ჩემში არის ვიღაცა ის ვინც გრძნობს რა არის ბედნიერება, რა არის წარმატება, რა არის სწორი, რა არის, ესე იგი ახსება. ესე იგი რა გიღა მე ამას ვაფიქსირებ, ესე იგი ჩემში უკვე საზომიერთებული არსებობს. ანუ ჩემში არის ის დამკვირვებელი, რომელიც დამკვირვებელიც ამ ყველაფერს აღიქონს. ამდენად ეს არის უკვე ძალიან დიდი პლუსი. ანუ ესე იგი ამიტომ რასაც თქვენ ძახით რომ ნული არნიშნავს, აქ ნულს ეს არის დასაწყისი, რომ ის ვერ აიტანს ამ სიცარიეს, ის უნდა შეიცვალოს აუცილებლად რაღაცის თორემ არც დირიჟაბი წავა საჭი და არც კიდე ბურთი ჩვეულებრივი ვერ აფრინდება საჰაერო ბურთი თუ ის სული აჭაბერი, ხო? ეს სიცარიელი თავდაპირველად გამოხატული ადამიანის ცარელა. ცარელა დაცარელებულია, მადლიერები დაცარელებულია სიხაულით, სიყვარულით, მადლიერებით, მშვიდობით, ეგ სიცარიელი და ამიტომ სოსოს დაცარელებული. მაგათ გება ჟამი რომ ეს ყველაფერი უნდა დამთავრდეს და უნდა აგესოს. ახლა მივადენოთ აყურ იმას რომ ადამიანის ჩვენს წვენას ქვია დიოფიზიტიზმი. და სომხები არიან მონოფიზიტობას მიზერი, ხო? დიოფიზიოს ნიშნავს ორ ბუნებას. ანუ იგივე ხევსურები ძახიან კარგი ვაჟები ორთ, კარგი ვაჟები ვართ. ანუ რა არის ეს ორი? ეს ორი არის არა მარტო ფიზიკური სხეული და არა მარტო სული, არამედ ადამიანში ადამიანური ბუნება და ღვთაებრივი ბუნება. და ეს ღვთაებრივი ბუნება ადამიანში, რაზეც ამდენი ვისაუბრეთ, გადაფარული არის ადამიანის ცოდვებით, წარმოდგენებით, მე მგონია, მე ესე მიმაჩნია და აი ეს პოემაში შოთა რუსთაველთან არის იმ რიდეებით, იმ ფარდებით ჩამოფარებული ნესტა დაეჯას რაც ფარავს და ყველა ადამიანს გააჩნია ეს გარკვეული ნიღბი, როცა ამ ნიღბებს უკვე იცილებ ადამიანი, მე უკვე აღმოჩნდა შენ თავში იმ წარვას, იმ არადიურს, რომელიც გესაუბრება და აი მაგალითად დიდი პოეტი იყო ნიკო სამადაშვილი, ის თავისას შელაპარაკება, ტიციანი შელაპარაკებოდა ტერეტი გრანელის და ყველა პოეტის ამატყობობა ეგონათ ბიჭო ლექსები ტანზე გამონაყარიო, იმ ბიჭოს საკუთარ თავს მიმართავს. შენში არის ბიჭი ის ვაჟკაცი, ვისაც უნდა ესაუბრო, ელაპარაკო. ამიტომ აქვთ ფშავში ასეთი გამოთქმა ადამიანს თავისი ფიქრი ავადებს, თავისი ფიქრი უნდა ეწამოს, ადამიანი ავად არის თავისი ფიქრით და თავისი აზროვნებით. როცა ეს აზროვნება წესიკდება, ყველაფერი ელაგდება. და ყველაზე მთავარი ეგ არის რომ სახარებაში უამრავი მომენტია, როცა მაცხოვარი კუნავს, კითხვა, რით იკუნავს, რა აბიკდუկოზე გააჩნია, რა წამლები გააჩნია, რომ მუნჯია იკუნება, კეთროვანია იკუნება და ამ დროს არაფერს არ ხდება, განკუნების დროს მარტო შეხება ხდება. საქმე იმაშია, რომ უფლის შეხებით იმ დასნებოვნებულ ადამიანში გაადადის ღვთაებრივი ველი, მაშინ მომენტალურად ხდება ცოდების მიტევება, ცოდების მიტევებით ხდება ესე იგი მისი დაბინძურებული ველის მოწესრიგება და ესე იგი გაწმენდილი სულიერი ველი უკვე ამატყობობას ერეკება გაეთ. ამიტომ ის ცნობილი ფრაზა რომ კართაგენი უნდა დაინგრეს, მარტო იმ კართაგენზე კი არა საუბარი რომელებმა თქვეს, არამედ ადამიანის სულში უნდა ის კართაგენი დაინგრეს, რომ ესე იგი იმ რომისაკენ, რასაც ზეციური იერუსალიმი ქვია, შენ გზა გამონახო. ეს დასანგრევია და ეს გასავლიდა უკლებრივ ყველა